შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი პრაქტიკაში გარკვეულ გამოწვევებს ქმნის. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ სამუშაო ადგილზე ინციდენტის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთი ძირითადად შრომის უსაფრთხოების ოფიცერზე მოდის და გამოძიება სწორედ მათი დავება თუ რატომ არ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი მათი ზედამხედველობის ქვეშ. მაშინ როცა ასეთ განმარტებას მარეგულირებელი კანონმდებლობა არ იძლევა. როგორ იცავს თავს ასეთ დროს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, არსებობს თუ არა ხარვეზები მარეგულირებელ კანონში და რამდენად იცავს ბიზნესი შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილ სტანდარტებს. თემაზე სასაუბროდ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია LSS-ის დამფუძნებელი დავით დანუბაშვილი გვერდდება გადაცემაში. დავით, მოგესალმებით. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით ამ თემით დაინტერესებისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. დავით, ჩვენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან მქონდა რამდენიმე მათგანთან კომუნიკაცია და ისინი ამბობენ, რომ საკმაოდ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული ისეთ შემთხვევები, როცა ხდება ინციდენტი სამუშაო ადგილზე, იწყება გამოძიება და ამ შემთხვევაში ძირითადად გამოძიება პასუხს თხოვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს და პასუხისმგებლობის ტვირთი ამ შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში გადადის სწორედ ამ ადამიანებზე. და მათი განმარტებით ასეთ დროს როგორ უნდა ვიმოქმედოთ, კანონი სწორ განმარტებას არ გვაძლევს. რეალურად რა წერია კანონში და რამდენად ხშირია ესეთი შემთხვევები, რადგან თქვენ საკონსულტაციო კომპანია ხართ, ალბათ გექნებათ შეხებები მსგავს кейსებთან. კი ბატონო, საკმაოდ ბევრი შემთხვევა გვაქვს პრაქტიკაში, რომელიც ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინციდენტით სრულდება. პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი 2019 წლიდან უკვე ძალაში არის შესული და 7 წელია რეალურად არსებობს აღმასრულებელი შრომის ინსპექციის სახით, რომელიც კანონის მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს, დღემდე რჩება ძალიან დიდი პრობლემა ცნობიერების ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ბიზნესი, ისე დასაქმებულებს არ აქვთ გათავისებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. რეალურად ყველას გონია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც პოლიციურ ზედამხედველობას უწევს სამუშაო ობიექტზე, აკონტროლებს ყველა ადამიანის ქცევას. თუმცა ჩვენს პრაქტიკაშიც არის ისეთი ობიექტები, სადაც თანამშრომელთა რაოდენობიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ყველა ადამიანის კონტროლი ამ ადამიანმა შეძლოს. ამას ემატება პლუს შემაფერხებელი გარემოებები, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, ასე ვთქვათ, კარგ მუშაობას აფერხებს, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ დღესდღეობით ძალიან იშვიათად ხდება, როცა ბიზნესი პროექტის დაწყების წინ ხარჯსაღრიცხვაში შეყავს შრომის უსაფრთხოების ხარჯები, რაც შემდგომში ქმნის ძალიან პრობლემას, იმიტომ რომ როდესაც ობიექტზე ხდება თუნდაც კოლექტიური ან ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საჭიროება, როგორიც არის თქვა დაზიანებული ხარაჯოს შეცვლა იქნება ეს თუ სხვა კოლექტიური საშუალება, ეს არის ბიზნესისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯი. რეალურად კი ეს საკმაოდ ასე ვთქვათ დიდ პრობლემას ქმნის, რადგან ყოველთვის გაუთვალისწინებელი ხარჯი არის ასე ვთქვათ ზედმეტი და შესაბამისად მენეჯერი რჩება ისეთ გარემოში, სადაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს. რეალურად ჩვენი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მთავარი მიზანი არის, რომ შევქმნათ შრომის უსაფრთხოების სისტემა, გავწეროთ დეტალურად უსაფრთხოების პროცედურები და შემდგომ უკვე მის აღსრულებას შევუწყოთ ხელი. ეს იქნება სწავლებები, ტრენინგები, ინსტრუქტაჟები თუ ასე შემდეგ, მაგრამ აქაც ხვდებით გარკვეულ პრობლემებს. ერთი, რომ თვითონ დასაქმებულები ვერ აღიქვამენ იმას, რომ ეს კეთდება მათივე სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის და მეორე, ყოველთვის ძალიან მძიმე კვეთა გვაქვს ხოლმე საოპერაციო ნაწილთან, რაც გულისხმობს თვითონ პროექტის ვადებს. ანუ რეალურად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გაცემული რეკომენდაცია იქნება ეს თუ მითითება, ხშირ შემთხვევაში ბიზნესს უქმნის პრობლემას ვადებთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაფერი არ არის წინასწარ გაწერილი. აქედან გამომდინარე, თვითონ დასაქმებულებსაც უწევთ, რომ გვერდი აუვარონ უსაფრთხოების მოთხოვნებს, რადგან იჩქარებათ, სწრაფად უნდათ, რომ სამუშაო დაასრულონ და ეს იწვევს ერთ-ერთ ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდ პრობლემას, რასაც ქვია ინციდენტი. ინციდენტი ხშირ შემთხვევებში შეიძლება იყოს მძიმე, იგივე თუნდაც ეს უკიდურების მოტეხილობით დაწყებული, დამთავრებული ფატალური ინციდენტით, რომელიც ასე ვთქვათ ადამიანის გარდაცვალებას იწვევს და თუ ვთქვათ საქმე გამოძიებამდე მივიდა ამ შემთხვევაში
აი რა ხდება მაშინ, რა ტიპის განმარტებას გვაძლევს კანონი თუ არ გვაძლევს? რეალურად პასუხისგებლობის ვერტიკალი კანონში ესეც ალსახად გაწერილი არ არის. კანონი გვეუბნება, რომ პასუხისგებლობის ქვეშ დგება ერთი კომპანიის დირექტორი, მეორე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. თუმცა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პასუხისგებლობის ნაწილი ცოტა ბუნდოვანია, რადგან სპეციალისტი არ არის გადაწყვეტილების მიღები პირი. იგი უბრალოდ გასცემს რეკომენდაციას, შესაბამისად თუ თქვათ მისი აღსრულება არ მოხდა ან არ გამოიყო სათანადო ბიუჯეტი, შეუძლებელია რომ დამოუკიდებლად მან რამე გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ რადიკალურად განსხვავებული შემთხვევაა თუ საქმე მიდის უკვე საგამოძიებო ორგანოში. საგამოძიებო ორგანო არ კითხულობს, ასე ვთქვათ, და არ აქვს იმის დიდი პრაქტიკა, რომ გაიაზროს, ვთქვათ, რა დოკუმენტაციაზეა საუბარი, რა დოკუმენტებია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ შევსებული. ანუ კომპეტენციის პრობლემაა. კომპეტენცია, იმიტომ რომ თემა ახალია, ჯერ ამ კუთხით ცნობიერება მაინც დაბალია. ესეთი, ასე ვთქვათ, მაგალითები და ინციდენტები ჯერ თვითონ გამოძიებისთვისაც ახალია. შესაბამისად, გამოძიება კლასიკურად ეძებს, ასე ვთქვათ, დამნაშავეს, ვისი ბრალეულობით მოხდა კონკრეტული ინციდენტი. ამ დროს ძალიან უჭირთ, ასე ვთქვათ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს თავის დაცვა, რადგან ერთი რომ ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ ქაღალდომანიასთან, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ დოკუმენტთან, რომლის წარმოების ვალდებულება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აქვს, თუმცა ყველას არ აქვს ამის კვალიფიკაცია, რადგან ეს გარდა პროფესიული ცოდნისა გარკვეულწილად მოითხოვს, ასე ვთქვათ, სამართლებრივ განათლებასაც, რომ სწორად შეძლო ამ დოკუმენტების წარმოება. ამიტომ ნებისმიერი ინციდენტის დროს, რომელიც ეხება მძიმე და ფატალურ შემთხვევას, შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დგება, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ როგორ დაიძვრინოს თავი ამ ყველაფრისგან. საბოლოო ჯამში ეს გადაიზრდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში მაღალი რგოლის მენეჯმენტის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაპირისპირებად, რომელიც ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სპეციალისტის წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩენით მთავრდება. ეხლა თქვენ რაში ხედავთ ამ შემთხვევაში გამოსავალს, რომ თავად კანონში დაზუსტდეს რიგი მუხრები და იქ სწორ ხავსოვნად განისაზღვროს ამა თუ იმ, ვთქვათ, შემთხვევის დროს ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ესეთ ინციდენტზე? აუცილებლად, იმიტომ რომ ერთი რომ უნდა იყოს მმართველობითი ვერტიკალი, მეორე პასუხისმგებლობის ვერტიკალი, რომ ვინ რა შემთხვევაში აგებს პასუხს, ესე ცალსახად რომ ნებისმიერი ინციდენტი არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ბრალი, ეს აბსურდია, რადგან როგორც წეღან ვახსენე, არის ობიექტები, სადაც იმდენი დასაქმებული მუშაობს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ერთმა მენეჯერმა ამდენი ადამიანის ქცევა აკონტროლოს. პლუს ამას ემატება, როგორც ვახსენე, ის ქაღალდომანია, ძალიან ბევრი დოკუმენტის შევსების ვალდებულება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სპეციალისტ რჩება ნაკლები დრო უშუალოდ სამუშაო ობიექტზე სიტუაციის შესაფასებლად, საფრთხეების პრევენციის ღონისძიებების გასატარებლად და, რა თქმა უნდა, სპეციალისტებიც ადამიანები არიან, არის რაღაც მომენტები, როცა შეიძლება კონკრეტული საკითხი გამოგეპაროს, თუმცა ეს არ უნდა იყოს აპრიორი მისი პასუხისმგებლობის ნაწილი. შესაბამისად, რისკების შეფასებაში, რომელიც ერთ-ერთი სავალდებულო დოკუმენტია ჩვენს პროფესიაში, ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული კონკრეტული საფრთხის გამოსწორებაზე, ვინ არის პასუხისმგებელი. ერთი არის, რომ სპეციალისტი აფიქსირებს კონკრეტულ საფრთხეს, მაგრამ მეორე არის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება მაღალი რგოლის მენეჯმენტის ჩართულობა. თუნდაც ეს ბიუჯეტის ნაწილში, რომ გამოყოს შესაბამისი ფინანსები, რომელიც საჭიროა ამ ღონისძიებების შესასრულებლად, მაგრამ ეს კითხვები არ ჩნდება, თქვათ, საგამოძიებო შემთხვევაში. იქ პირდაპირ კითხვა არის, რომ უწევდა თუ არა და ან ახორციელებდა თუ არა შესაბამის ზედამხედველობას. ზედამხედველობა ამ მიმართულებით ყოველთვის საკმარისი არ არის, იმიტომ რომ არსებობს ობიექტზე ისეთი საკითხები, რომელსაც ფიზიკურად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ვერ მოაგვარებს, როგორც არ უნდა მოინდომოს. დავით, ხომ არ მიდის ამ საკითხებზე იგივე სამუშაო ფორმატში შეხვედრებით, თუნდაც შრომის ინსპექციასთან, რომ ამ მიმართულებით რა ხარვეზებიც გამოიკვეთა ხომ პრაქტიკაში, გარკვეულად დაზუსტეს კანონმდებლობაში, რომ მათ შორის ამ ადამიანებმა დაუცველად არ იგრძნონ თავი. ჯერჯერობით მსგავსი შეხვედრები არ ყოფილა, რადგან თვითონ ინციდენტის საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიებაც ახალია ამ თემაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს შემთხვევებია თუ უკვე საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო ამ ყველაფერმა, თუმცა დაახლოებით ალბათ
1-2 წელია, რაც ამ თემაზე, ასე ვთქვათ, სერიოზული საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ფაქტობრივად, არც ერთი ფატალური შემთხვევა არ მთავრდება ისე, რომ ჩართული არ იყოს ერთი მხრივ შრომის ინსპექციის სამსახური, მეორე მხრივ კრიმინალური პოლიციის სამსახური. ჩვენს ჰქონდა მსგავსი შემთხვევები, უბრალოდ, ასე ვთქვათ, არა მეორე მხარე ჩვენი დამკვეთი არასრულებდა თავის პასუხისმგებლობას შესაბამისად ხელშეკრულება შეჩერებული იყო მასთან, თუმცა ჩვენს მენეჯერს მაინც მოუწია საგამოძიებო ორგანოში მისვლა, რადგან ეს ჰქონდა რომ ხელშეკრულება შეჩერებული იყო, მასზე ასე ვთქვათ ზედმეტი ზეწოლა არ ყოფილა, რა თქმა უნდა, თუმცა დაისმევა ისეთი კითხვები, რომელიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კომპეტენციას ცდება. კი ბატონო. რეალურად დავით, ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი ამ კიდევ ერთი კითხვის დასმა მინდა მოვას, რომ თქვენ როგორც ვიცი, ძალიან საკმაოდ ბევრ კომპანიას უწევთ საკონსულტაციო მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. საინტერესოა ჩვენ საუბრობდით მათ შორის ბიზნესის პასუხისმგებლობის ნაწილზე. რამდენად აქვს დღეს ქართულ ბიზნესს გათვითცნობიერებული, რა ტიპის პასუხისმგებლობა მოდის მათზე, რამდენად იცავს ეს კერძო სექტორი ამ შრომის უსაფრთხოების დადგენილ სტანდარტებს და ამ ნაწილში რა გამოწვევებს აწყდებით თქვენ, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია მათი? შედარებას თუ გავაკეთებთ, რა იყო 7 წლის წინ და რა არის დღეს, სურათი რადიკალურად შეცვლილია. თუმცა ბიზნესის დიდი ნაწილი ამ ყველაფერს უყურებს, რომ არ დააჯარიმოს აღმასრულებელმა, ამ შემთხვევაში შრომის ინსპექციამ. თუმცა არ აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობები, რომელიც დგება ინციდენტის დადგომის შემდეგ. ჩვენ პირადად ჩვენს პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ამას ბიზნესის აბსოლუტურ უმრავლესობაზე ვერ ვიტყვი, არიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვას და შემდგომ განხორციელებასაც, თუმცა ამ მიმართულებით ორი ქმედითი ნაბიჯი, რასაც ჩვენ პირადად ვდგამთ, ეს არის, რომ ყველა ჩვენს კონტრაქტორს ვესაუბრებით, რომ შრომის უსაფრთხოება არის კულტურა და არა ის, რომ არ დაჯარიმდნენ. და მეორე ამ მიმართულებით ეხლა უკვე ტესტირების რეჟიმში გვაქვს აპლიკაცია, რომ მენეჯერებს მოვაშოროთ ქაღალდომანია და რეალური დრო დარჩეთ, ასე ვთქვათ, ობიექტზე ზედამხედველობისთვის. ამ აპლიკაციასაც აუცილებლად თქვენი ეთერის მეშვეობით დაახლოებით სექტემბრისკენ გავაჟღერებთ და ანონს გავაკეთებთ, რას ემსახურება, როგორ მუშაობს და ანუ ფაქტობრივად სამართლებრივი ფარია ეს ყველაფერი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის, რომ არ კარგოს არასწორად შევსებულ დოკუმენტაციაზე დრო და რეალური, ასე ვთქვათ, დრო დაუთმოს თვითონ ობიექტის ზედამხედველობას, რომ რაც შეიძლება შემცირდეს ინციდენტების რაოდენობა. კი ბატონო, მე წარმატებებს გისურვებთ თქვენ სამოუღო გეგმებში. დავით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ფიქრობ საჭირო ინფორმაცია გაუზიარეთ ჩვენ საქმიან მაყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დავით ნანობაშვილი, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია LSS-ის დამფუძნებელი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.